საგვარეულოთა კავშირი გვარი და გვარიშვილობა პირველი სკოლის ამოგილოცავს ტრევანელეს. Davos გამოსწორდა სიგედა და სიხარული არ მოდიშავოთ. ჩვენი ორგანიზაცია გვარი და გვარიშვილობა დაარსებულია უწმიდესა და უმდიდრესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოწვეულობით. ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა ცნობილი მეცნიერი პროფესორი, ეთნოგრაფი, მწერალი, ბატონი ლევან ფროიძე. ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2003 წლიდან. მეექვსე წელია, რაც ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ სამების საკათედრო ტაძარში. რაც შეეხება გვარის დალოცვას, გვარის დალოცვა ხდება უწმიდესის მიერ არასამართლო კვირა დღეს, როგორც წესი ერთდროულად იოცება 5 გვარი, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვა და გულთამა იქნა ასეთი, შესაძლებელია 20 და 30 გვარიც ასეთი შემთხვევების გონია დალოცვა და ერთდროულად. რაც შეეხება დალოცვას, ეს არის გამონათქვა, განთავისუფლება ყველა იმ ცოდვაბრალისაგან, რაც ჩვენ პირადი გაგვაჩნია ან მოუდგამს მამაპატიმრად. დამოცვებზე არის რიგი, მოგიწევთ ალბათ 2014 წლის დასაწყისში, ხოლო შემდგომი საქმიანობისა და რომელიც დღეს უნდა დავიწყოთ, ამის შესახებ მოკლე მონახაზ მოგესალმებით. დღეს არის ისტორიული დღე თქვენი გვარისთვის. დღეს ხდება გვარის დაფუძნება, ანუ თავშეყრა. დღეს დაუშვათ სრული შემადგენლობით არ ვართ აქ, დროთა განმავლობაში მოხდება დასაკვირველია დავკავშირდებით ერთმანეთს. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ გვარის თვითონული წევრის არსებობა და მდგომარეობა. პირველ რიგში ჩვენი მოვალეობა გვარის, რომ თვითონული წევრი დავაყენოთ ფეხზე, ჯერ გვარმა თავის თვითოულ წევრს მიაქციოს ყურადღება, ასე ვთქვათ, და მერე უკვე მთლიანად ერთდროულად ერისა და ქვეყნის სამსახურში ჩავდგეთ. მინდა მოგახსენოთ, რომ 1997 წლის მონაცემებით წიქარიშვილების გვარი სულ იყო 2830 კაცი. თბილისში 420, ლაგოდერში 412, ხარაგაულში 397. თუმცა არის გვარი წიქარაშვილებიც სულ 109 კაცი, მათი განსახლების არეალიც ასევე თბილისი, ქუთაისი და თელავია. თბილისში 23 კაცი ცხოვრობს, ქუთაისში 21, თელავში 20. როგორც წესი, ამ შემთხვევაში დღევანდელ დღეს ვირჩევთ გვარის წინამძღოლს. ხდება ხანდახან ისე, რომ პიროვნება შესაძლებელია აქ არ იყოს, მაგრამ თქვენ მიიჩნიოთ მისი წინამძღოლად არჩევა. სასურველია, რომ სასულიერო პირი გყავთ გვარში, ის იქნას წინამძღოლი. გვარში წინამძღოლის არჩევის შემდეგ ხდება გამგეობის წევრების არჩევა განსახლების არეალის მიხედვით. სადაც კომპაქტურად არის გვარი დასახლებული, იქიდან თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი მაინც. გამგეობის წევრების არჩევის შემდეგ, როგორც წესი, უნდა გავითავისოთ, რომ თვეში ერთხელ წინამძღოლი და გამგეობის წევრები უნდა შეიკრიბონ აქ სამობაში. აქ არის მარჯვენა და მარცხენა მხარის ფლიგელები თავისუფალი, სადაც შეგიძლიათ დაგრძელდეთ და ასე ვთქვათ, გვარის დასახლების არეალის მიხედვით გვარის თვითონული წევრის მდგომარეობის შესახებ ერთმანეთს ანგარიში წარუდგენთ. უწმიდესი ბრძანებს, რომ ნუ დაავარდებულებთ გვარს, შესაძლებელია არ აქვს დაუშვათ,
ხადის ფული, მაგრამ თუნდაც ხადი არ გქონდეს, მე მაინც დავუცავ, მაგრამ მე დასუფლებას ვაძლევ, რომ თხოვოთ, მიგითითოთ, რომ ხადის დაწერა ნამდვილად აუცილებელია საგვარეულო ხადის, როგორც წესი, ხადი უნდა მოაბრძანოთ დანუცვის წინა საღამოს, შაბათს, დამხდებიან სტიქაროსნები ტაძარში, შეაბრძანებენ საკურთხეველში, უწმიდესი აკურთხებს სამხატვროს მეორე დღეს დაღუჩვის შემდეგ გადმოგეცემა. ხადი არ ეწირება არც ერთ ტაძარს, არამედ ოჯახიდან ოჯახში მოგზაურობს, ყველანი წესებით დარჩით, რაც საჭიროა ხადის ოჯახში მიბრძანებისას. ეს სახლის კურთხევა იქნება, ცოლქმრის ჯვარწერა იქნება, ბავშვების მონათხრა იქნება თუ სხვა დანარჩენი. სასურველია, რომ თუ დაუშვათ ჩვენ გვახსოვს იქანიშვილებს დაუშვათ ჩვენი ძირის სალოცავი, საიდან მოვდივართ. ამ შემთხვევაში სასურველია, რომ აი ამ სალოცავის ამ წმინდანის ხადი დაიწეროს. მე საუბრის თავს აღარ შეგაწყენთ, ახლა შეგიძლიათ ასე ათწუთიანი შესვენება გამოვაცხადოთ, თუ სურვილი გაქვთ რომელიმე თქვენთაგან შეგიძლიათ გამოგზავნოთ სიტყვით გვარს მიესალმოთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალბატონი გამოგზავნდეს მაგიდას და რომ გამგეობის წერტების ჩამოწერა დავიწყოთ და შემდგომში გვარმა ერთობლივად შეარჩიოს წინამძღოლი. ჩემო საფრინაცებო, ჩემო გზაშულებო, ეთელეიბას ჩვენი შეხვედრა, ჩვენი გაცნობა, გასაკვირველია იმათა, ვისაც პირველად შევხვდით, ბიზნეს მიღულად ვკახეთ. ჩვენ ამ წარმომადგენლები ვართ ქართლიდან, კერძოდ კარილის რაიონის სოფელი ბერნისიდან, დაახლოებით 20-22 ოჯახი ცხოვრობთ. სამი ოჯახი თვითონ ქარელშია. აგერ ჩვენი განაყრები არიან ხაშურიდან, წარმომადგენლები და დიდი სურვილი გქონდა, რომ ევანდრიეს მონაწილეობა მივიღო ამ შეკრებაზე და კიდევ ერთხელ გავუცნო ჩვენი გვარის ამილად ყველა ისეული წარმომადგენელი და დიდი სურვილი გქონდა, რომ აი შეხვედრა მასშტაბური ყოფილიყო, მაგრამ არ აღუშავს, მე იმედი მაქვს, რომ შემდგომში აუცილებლად მასშტაბური იქნება. დღევანდელი დასაწყისი საწინდარი იქნება იმის, რომ ძალიან მასშტაბში გავერთიანდეთ ყველა ის წიგანიშვილი, რომლებიც დასავლეთში თუ აღმოსავლეთში მიბნეულები არიან. დაახლოებით ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ ჩვენი წინაპრები 70-იან წლებში წამოსულან ხარაგაულის რაიონიდან, სოფელ საქასლიდან, ლაშლებიდან, ყველა როგორც ყველა იქნეს, რომ ჩემმა წინაპარმა ბაბანი მოკლა და გამოიქცა. ჩემმა წინაპარმა მეფეს ქალი წაართვა და ეხლა მეფე ისმე მეიფო, ქალი დაეთმო და მოვიდა მეფეს და შეხლა შეკუპლა და გამოუვარდა თავი, წამოვიდა ქართლში დასახლდა ძამის ხეობაში. დღესდღეობითაც გვაქვს კავშირი იმ ჩვენ სამუდარასთან. შემდეგ 50-იან წლებში ჩამოსახლება, როდესაც იყო მდიდარ ბარიდან, იმ ჩამოსახლებას მოვყევიდა, რა თქმა უნდა, გავიხარდეთ ბორჯომში, ხაშურში, ქარელში და ლაგოდეში და ასე და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა სული დაგვრით მოგესალმოთ და რა თქმა უნდა, კეთილიყო ჩვენი შეხვედრა და მომავალში ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ კავშირი გაგვეცლებინებინოს ერთმანეთს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია რომ მოგზავნით. მით უმეტეს ამდენი რომ ხართ. ყველას გილოცავთ დღეს პროცესის დასწავლას. მართლაც გახარებულები გამყოფას და ყოველივე კარგს ვისურვებთ. ჯერ ძალიან საქართველოს გასაგებია. დიდი მადლობა რომ მოგზავნით. და ესე მოწალებული ხართ რომ ჩვენი გვარი დაიბოცოს და საკუთარ პატრიოტებს. გამარჯობა სიკარიშვილებო, მოგესალმებით. როგორც ბატონმა როინმა თქვა, საქასლიდან წამოსული სიკარიშვილები, რომლებიც ტრიალეთში გადმოვიდნენ, ქართლში გადმოვიდნენ, ხოლო ქართლიდან შემდეგ შტო წავიდა ბორჯომში, ხაშურში, ქარელში.
ჩემი სურვილი იქნება აი ამ მხარეს ვისნო, არ ვისნოთ საკაცრიელ ციხარიშვილებს, არ ვისნოთ აბა წელი საკაცრიაში გონიხარ ძალიან ბევრი ხარ. ხო, მაგას ვიზარი, ბაშლები და საკაცრიელი. კახეთ ციხარიშვილებს არ ვისნოთ, ბატონებო, თუ შეიძლება კახეთშიც ბევრია ციხარიშვილები და ერთი ყავთ მარტო წარმომადგენელი. სხვაგან მე ციხარიშვილები 1-2 მაქვს გაგონილი. ძირითადად ამ რაიონებში არიან ლაგოდეხში, ქარელი, ბორჯომი, ხაშური, ნუ თბილისი თავისთავად არის. სხვაგან თუ იცი თუ არიან ციხარიშვილები. აი რაღაცნაირად კომპაქტურად დასახლება, არ ვიცი. ხო და ჩემო ბატონებო, ახლა ჩვენ რო გამოვივიდეს თანამშრომლობა და საქმის აწყობა კარგად, თითო ამ შტოს წარმომადგენლებმა ამ რეგიონალურ რაცა ისინი ერთმანეთს უნდა ვისნობდნენ და ერთმანეთი უნდა გავუსწროთ. აგერ ახალ საკაცრიელები, აგერ ახალ კახელები, აგერ ახალ მენებელები ვართ. აგერ ჩვენ კახელები, გაქართლებული მენები ვართ და ასე გავაგზავნოთ ბატონო. აი ეს კოორდინაცია უნდა გავაკეთოთ რა, რომ რეგიონებში ვისნობდეთ. კომპაქტურად ჩასახლებულ ხალხს. კიდევ ერთხელ დაგვრჩათ, ზოგადად გილოცავთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ ზოგადად, როგორც ეს არის ციხარიშვილებო, გიორგი ციხარიშვილი. საკაცრიიდან კერძო სოფელი ჩვენი ვაშლებია და ყველა მეგონი ვიცით ციხარიშვილებო ჩვენი ფესვიკიდან მოდის, მაგრამ აქ ისეთი რაღაცები იყო, რომ მაგაზე შეიძლება დავხვდეთ და ვიყავით, რომ ჩალება შეიძლება ჩვენი წინაპრების ამბავიდან, ნუ ჩვენი გვარი ერთობა ვაშლებიდან მოდის. ეს ერთი მეორე. მე ვარ ერთ-ერთი ციხარიშვილი, რომელსაც მიყვარს სიარული ლაგოდეხში, ვარ ქარელში წამყოფი, ბევრი მინახია ქუთაისში, ბორჯომში, ახალციხეში და სასტაფონში ჩვენ ვართ ასულები, ჩვენი სოფლიდან. ყოველ ზაფხულზე არის ერთი ლამაზი სამეთო, რომელთაც ყველა შვილი, ყველა ძე ჩამოდის, ქალიშვილები შვილებს ტოვებენ, ერთმანეთს ვიცნობთ, რომ სოფელში ის ხდება მაკათუბანი, ეს არის ვაშლების საკაცრია. აი ამ სოფელში და ამაშობეში კიდე ზემო ამაშობეში. კიდევ ერთი რაღაცა თქვენ ბევრმა იცით, ბევრმა არის ახალგაზრდების მხედავ, ბევრს რომელმაც არის ჩვენი ხოზბან უნარის ადგილსამყოფელი, ეს არის ადგილი, სადაც არის ხოზბან უნარის ტაძარი, რომელსაც ცხოვრებაში აცობთ წინაპრებს სახურავი, არ ჩერდება, ნუ არ ხდის ისეთი განგება არსებობს ღმერთის მადლით. ყველაფერი ახალ დღესდღეობით გაკეთა, იქ ყველაფერი მინდა რომ ეს ნახოს, ყველა ციხარიშვილი რომ ჩვენი გვარი სადაც არის და პაპაგაძეების სამოცავი ეს არის ხოზბან უნარი. კიდევ მეორე ის არის რომ ჩვენ გვაქვს ციხარიშვილებს სოფელი მოპირდაპირე მხარეს ხდებობის სამოცავი, იქ ციხარიშვილების არის. 24 ნოემბერს ბევრი ციხარიშვილს ვხედავი, არ არის მარტო ციხარიშვილები, პაპაგაძეების და ციხარიშვილების აწერია, ნუ ჩვენი სამოცავია. და აქ მე 4 წლის უკან, 10 წლის უკან პატარებიჭი ვიყავი მარცხოს, ხო, ბევრი ქარელი ჩამოსულები წინა ამით. იყვნენ თავისებური ოჯახებით, სიძეებით, შვილებით, მეუღლეებით. მე იქ მარცხოს მე იყვნენ აგოდეხელებიც,
მოგილოცავთ, ჩემო კაი ხალხო. და ერთ-ერთი პიროვნება საკაცრიდან დღეს მართალია რუსთავის ცხოვრება, ჩემი ახალგაზრდა აი გავატარო. ვარ 53 წლის კაცი. ძალიან კარგი სოფელი. ყველაზე ცოტა ასოციკული მარტო ციხარიშვილის გვაქვს რუსეთში. მარტო ციხარიშვილი. გვაქვს ჩვენი სალოცავი, ღვთისმშობლის სალოცავი გვაქვს ამაპაპური, ისიც ამაპაპური, მეორე წმინდა კოზმანი გვაქვს. რაც არის კურნალ კოზმას ეძახია. ძალიან ისტორიულია. ხალხი ჩვენი ძირითადად ბაბუაჩემი იყო 100 წლის კაცი რომ მოკვდა 1871-იანი ცხოვრობდნენ ვაშლები არის ასეთი პატარა ფერზე შეფერილი სოფელი რომელიც ჭიათურას ესაზღვრება იქიდან ჩამოსახდნენ და საკაცრიაში საკაცრიდან გადავიდნენ მაკათუბინდან და საკაცრიდან გაიშალდნენ არიან ლაგოდეხში ჩვენი ხალხი არიან ქართლში არიან გორჯომში რამოდენიმე ოჯახი იყო სოხუმში და ოჩამჩირეში. დღეს თბილისში არიან ეს ბიჭები. მე ვიცი ყველა. ორი ჩემი კლასელები არიან. რა ვიცი, მე ძალიან ბევრს უფრო ნაკლებ შეხება მქონდა ქართლა და არ ვიცი რატო. და ჩვენ გვარში მე ციხარიშვილი ხო? ჩემი გვარი მეორე გვარი როგორ აი შეიძლება სახელოს უძახია. ოთანაშვილი ვარ მე. აი ოთანაშვილი. არიან ბაჭიკიშვილები, არიან ქანთარები, არიან ხრაკები და რამოდენიმე ისე და ბიძაჩები არის 90 წლის კაცი. 5 თითივით იცის ყველაფერი და ომში ნავყოფი, პლენში ნავყოფი განათლებული. ისეთი ბავშვობა მიერება იმასურა კიდევ დღეს. და შვილი არის მის აგრონომიკაცია, გვარი ჩამოწერილია სად, როგორ, რანაირად, ვინ, სად და რა, ყველაფერი. აქ როგორ ამ წმინდა ადგილზე ხალხო გაჭირება, აი ერთმანეთს დაველაპარაკებთ, ტყვის ვალას ვეთქვით. ღმერთი რო გამოხვდა და ღმერთი დაგროცავს, ეს გაჭირება ხდება ვიცოდება ყველაფერი. ერთ ერთმანეთს მოეფეროთ, შევიკრიბოთ, უფრო ახლოს გამისვლოთ ერთმანეთი და რაც შეგვიძლია ჩვენ დახმარება, რაც უფრო წოჩქებს ვერავინ ერთმანეთს ვერავინ, მაგრამ თბილის სიტყვით ის დახმარება იქნება, რაც იქნება, ერთად გავაკეთოთ. შეგვიძლია ღმერთი და უფალი ამას ჩვენს ყველას. ღმერთმა დაგროცოთ არასწორებია და ყველა დიდი მადლობა, აი ვინც ეს მოიქინა და ვინც ჩვენ გვერდზე დაგვიდა. აი თქვენი თავადებით, უბრალოდ თავადებით ყველა დიდი მადლობა უთხრათ ჩვენი შეკრებით. მართალია და ცოტანი მართალია, ცოტანი არა. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი და ღმერთმა გაბრალოს სულგანად. ეს აღმოსული და ვინც ვერ მოვიდა სულგანა გარდაყოფდეს. ეს თუ შეგვიძლია ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ხატის საკითხი. რომელი მფარველი წმინდანი არის ციხარიშვილების გვარის მფარველი წმინდანი, რომლის სახელზეც უნდა დაიწეროს თქვენი ხატი. აქ უკვე გამოსვლებიდან ნათელი გახდა, რომ ძირითადად სახასრიას აღიარებს თქვენ ციხარიშვილები თქვენს ფუძეს ადგილის დედა. იქ რომელ წმინდანზეა ტაძარი აგებული. ღვთისმშობელი და წმინდა გიორგი. ახალი შემდეგ, არაფერი დაგირავე ზისპირზე შეიძლება მარჯვენა მხარეს და არ ვიცი, ჯერ არ არის დამთავრებული სახელობის არის ვერ კითხვა. და თვითონ სასაფლაოს არ არის თქვენ ღვთისმშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის ტაძარი. ჩვენი სასაფლაო, ძველი სასაფლაოა ძველ მამაპაპურ ადგილზე ვაშლებში. ეკლესია რავი არ არის. ეკლესია არ არის, მაგრამ ეგ არის ისეთი ცაცხვლის ხეებია რაღაც სასწაული. თავიდანვე უნდა ჩავთვალოთ ჩვენთან სამეცნიერო საბჭო და აგრეთვე ის ბერნავრების აიდანაც თქვენი გვარია ძირითადად წარმოშობილი, რომ განისაზღვროს თქვენი მფარველი წმინდანის ხატი, რომელსაც აღიარებს ყველა ციხარიშვილი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი გვარი ხარ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობთ და ასეთ დროს, როცა ერთ წმინდანზე ვერ თანხდება გვარი, მაშინ შეიძლება ხატი კარები. ეხლა გამგეობას რომ ავეშებ და გვარის წინამძღოლს ერთ-ერთი პირველი ამოცანა იქნება, რომ დაადგინონ მათ თქვენი ხატი, რომელზედაც უნდა ილოცოს ციხარიშვილებმა. ეს ხატი მეტად მნიშვნელოვანია, ის არ ეწირება არც ტაძარს, ის იტრიალებს თქვენს ოჯახებში, რათა
დაუბრუნდეთ ქრისტიანულ მართლმადიდებელ წმენდას. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. წლის 5 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავისი საკვირაო წირვისა და ქადაგების შემდგომ სხვა ქართულ გვარებთან ერთად დალოცა წიქარიშვილების გვარი და აკურთხა წიქარიშვილების საგვარეულო წმინდა გიორგის ხატი. ილოცებიან ქართველი გვარები, ბოლაშვილები, გაბიტაშვილები, ლოთიშვილები, რამაზაშვილები და წიქარიშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ამინ. თქვენის ლოცვა, თქვენის დღე გრძელობით.
წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ქარიშვილები მამა ჩემის გვარს დღემდე ვაგრძელებთ და ღმერთმა კიდე კარგ ახალს გავაცადეთ.